ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ქოლერამ ჩემი სოფელი. ქოლერის პატარა მიკროები ძალიან პატარაა და სანახად, რომელიც მდინარეში გავრცელდა. ძალიან პატარა, მაგრამ მაინც ძალიან საშიში. ისე რომ ვერც მივხვდით, ქალებმა ქოლერა წყლით სახლში მიიტანეს. ბუზებს ქოლერა ფეხებით გადაჰქონდათ. დაუბანელმა ხელებმაც გაავრცელეს. წყალში გახსნილი ქოლერის მიკროები გადაყლავეთ. ჩვენს საჭმელზე და ჩვენს თითებზე. ეს დილით ძალიან სწრაფად მოხდა. მამაჩემი ძალიან ცუდად იყო. მას დიარია ჰქონდა, რომელიც ნაცრისფერ წყალს გავდა და გაუჩვევლად მოდიოდა მისგან. ძალიან შემეშინდა და დახმარების სათხოვნელად წავედი. ასე სწრაფად არასდროს მივლია. მამას რომ შეხედა, ექთანმა მაშინვე ისნა, რომ ეს ქოლერა იყო. უნდა გვეჩქარა, რომ მისი სისხლი გადაგვორჩინა. მის დასამზადებლად სპეციალური სასმელი მოუმზადეთ. პირველ რიგში წყალი უსაფრთხო გავხადეთ. ქსოვლის მეშვეობით გავფილტრეთ და 1 წუთის განმავლობაში ვადუღეთ. შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი ავურიეთ და 6 ჩაის კოვზი შაქარი ამ უსაფრთხო წყლის 1 litrში. ცრემლების გემო ჰქონდა, არც ისე მარილიანი იყო. მეშინოდა, რომ მამაჩემი ჩემ თვალწინ მოკვდებოდა, მაგრამ მალევე იგრძნო თავისით და უფრო ძლიერად. ექთანმა ამიხსნა, რომ ყველა ვინც ქოლერის მიკრობს ყლაპავს ავადება, როგორც მამაჩემი, მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ დაავადების გავრცელება. ახლა ჩემს სოფელში უსაფრთხო წყლის მიტანა მჭირდება და ვასწავლო მათ, როგორ დაიცვან თავი ქოლერისგან. დავინახე გოგონა, რომელსაც წყალი მოჰქონდა, მე ვუთხარი მას შეეძლო წყლის უსაფრთხოება ქოლერის დახმარებით გაეხადა და ნახევარი საათი დალოდებოდა. კაცი დაუბანელი ხელების ჭამას აპირებდა. მე ვუთხარი, რომ ხელები ყოველთვის საპნით დაიბანოს და უსაფრთხო წყლით ხელები დაიბანოს ტუალეტში ყოფნის შემდეგ. ხოლო ცუთა ხელებით შეეძლო უსაფრთხო ჭამა. მე ვხედავდი, როგორ ავრცელებდნენ სოფლის მოსახლეობა ქოლერას ჩვენ მდინარეში. მე ვუთხარი, რომ ტუალეტის ამოსვლა მჭირდებოდა. მდინარიდან მინიმუმ 30 მეტრის დაშორებით. ეს ჩვენი სოფლის ისუფთავის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იყო. დედა ვიპოვე, რომელიც სახელმწიფო საკვებს ამზადებდა. მე მას ვუთხარი, რომ ხელები უსაფრთხო წყლით უნდა დაიბანოთ. შემდეგ საკვები გავრეცხეთ და გავვრცხვენით. მოხარშვის შემდეგ აუცილებელია ცხელი მივირთვათ და ბუზებისგან დავიცვათ საკვები. მთელ სოფელში გავავრცელე ეს ამბავი და მამაჩემი სადებნელად გავიქეცი. მან გამიხარდა, რომ დავინახე, რომ უკეთ იყო. ჩვენი სოფელი ჯამთელი გახდა. ახლა ჩვენ ფილტრებთ და ვადუღებთ წყალს და დავწუნდეთ, რომ ის უსაფრთხოა. ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ტუალეტებს და ყოველთვის ვიბათ ხელებს მის შემდეგ. საკვები დაცულია, ბუზებისგან გარეცხელია, გარსმელია და მოხარშულია. და ჩვენ ყოველთვის ვიბათ ხელებს საჭმლის მომზადებამდე და ჭამამდე. ჩვენი სოფელი ქოლერისგან დავიცავით. გაავრცელეთ ინფორმაცია, შენმა სოფელმაც თავი რომ დაიცვას.